ბიოკომპლემენტ დანადგარში აქა მშვიდობა. გამარჯობა ბატონ დავით. დავით, მე გესაუბრეთ სასიამოვნოა. აი შეხვდრების ზუსტად ესეთი წარმომედგინეთ. მოკლედ, როგორც გითხარით, მაგ სახლი, ну აი მუდმივ საცხოვრებლად ვაპირებთ და ну ალბათ აი 3-4, მაქსიმუმ 5 კაცი შეიძლება ვიყოს, ვინც მუდმივად იქ ვიქნებით. ზოგადად ბატონ დავით დანადგარების წარმატება არის გათვლილი მუდმივი მაცხოვრებლების მიხედვით. ну კომერციულად სხვანაირად ითვლება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი ვისაუბროთ მუდმივი მაცხოვრებლების შემთხვევაში. ზოგადად 3 ტიპის დანადგარი გვაქვს: პრემიუმი, სტანდარტი და ეკოვერსიის დანადგარი. პრემიუმი არის ყველაზე განვითარებული ვერსიის დანადგარი, რომელიც ევროპული ხარისხის არის და ჩეხურ ტექნოლოგიას ვიყენებთ. ტექნიკურ მონაცემებზე რო გადავიდეთ, 98%-იანი ფილტრაცია აქვს გაფილტრულ წყალს და ყველაზე დიდი უპირატესობა რაც აქვს, რითიც მომხმარებლები არჩევენ ხოლმე, ასე ვთქვათ, ასენიზაციის მანქანის გამოყენება საერთოდ არ ჭირდება. წლების მანძილზეც არ დაგროვდება არაფერი? დაგროვებით, რა თქმა უნდა, დაგროვდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიურად განვითარებული დანადგარია და ჩვენ ძალიან ბევრს ვხარჯავთ იმისთვის, რომ ტექნოლოგიურად განავითაროთ დანადგარები, შესაბამისად, ამ კონკრეტულ დანადგარს დაბლა აქვს აუზი, სადაც ცირკულაციის შედეგად რამდენიმეჯერ იფილტრება წყალი და საბოლოოდ დანადგარის დაბლა მდებარე აუზში გროვდება რაღაც კონკრეტული მასა, რომელიც ტოქსიკური მასა საერთოდ არ არის. არის ბიოლოგიური სასუქი, შეგვიძლია ესე დავამატოთ, ბიოსასუქი, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ ჩაშენებული ავტომატური ტუმბოთი, აი აქედან, აქ უყენია ეგრეთ წოდებული შლანგი, რომელსაც 3 წელიწადში ერთხელ უბრალოდ გადმოვიღებთ ნიადაგზე და ავტომატური ტუმბოს საშუალებით ის მასა ბიოსასუქი ამოიტუმბება და ნიადაგზე ჩვეულებრივად შეგვიძლია დავასხათ. დაახლოებით რამდენ წყალს გენერირებს აი 4 სულიანი ოჯახი? 4-5 სულიანი ოჯახი უნდა შევარჩიოთ დანადგარი, რომელსაც შეუძლია 24 საათის განმავლობაში 1000 ლიტრი წყლის გადამუშავება. 1 ტონა დღეში. ეხლა რა მაინტერესებდა პრემიუმი, ეკო და შუაში რაღაცა სტანდარტი. კი ბატონო. რა განსხვავებებია მაგათში? პირველ რიგში ტექნოლოგიური განსხვავებაა. სტანდარტში და ეკოში სხვანაირი სისტემით ხდება გადამუშავება. თვითდენით ზიარი ჭურჭლის პრინციპით ხდება გადაღრა. აქ ეგრე არ ხდება პრემიუმ ვერსიის დანადგარში. რაც შეეხება სტანდარტ ვერსიის დანადგარს, ფილტრაცია ანალოგიურად აქვს პრემიუმ ხარისხებით 98%. ეკო დანადგარს ძირითადად რაც მე მაინტერესებს, სუნი და ასენიზაციის მანქანა რა პერიოდში ერთხელ დაჭირდება, ან დაჭირდება თუ არა. სუნი გამორიცხულია. ეკოს შემთხვევაში. არც სტანდარტს, არც ეკოს არ იქნება სუნი. ასენიზაციის მანქანას რაც შეეხება, მხოლოდ პრემიუმი გვაქვს იმდენად განვითარებული დანადგარი, რომელსაც ასენიზაციის მანქანის მომსახურება არის საჭიროება, ხოლო რაც შეეხება სტანდარტ ვერსიის დანადგარს და ეკო ვერსიის დანადგარს, 3 წელიწადში ერთხელ აუცილებელია რომ ასენიზაცია გამოვიძახოთ. რა მაინტერესებს, გარანტია თუ აქვს? ნამდვილად აქვს გარანტია. გარანტიებს რაც შეეხება ნებისმიერი ტიპის დანადგარს, პრემიუმსა, სტანდარტს და ეკოსაც აქვს ერთნაირი გარანტია. რაც შეეხება კარკას 10 წლიანი გარანტია აქვს, შიდა ელემენტებს რაც შეეხება 5 წლიანი გარანტია აქვს და კომპრესორს რაც ძრავია რეალურად 20 წლიანი გარანტია აქვს. რამდენ წელზეა გათვლილი? თუ ტექნიკურ პასპორტს განვიხილავთ, საექსპლუატაციო ვადა დანადგარს 70 წლიანი აქვს. 70 წელი? ან 2095 წლამდე. ნამდვილად ხარისხიანი მასალითაც არის დამზადებული. ამ 70 წლის მანძილზე რაც არ უნდა გამიფუშტეს, მიკეთებ და 70 წლის მერე რეკავ და ნახვამდის მეორე მოდი ახალი წაიღე. ისე მართლა კარგი იქნებოდა რომ ენახა რანაირია ფიზიკურად ეს დანადგარი და. არა პრობლემა, შეგვიძლია გადავინახოთ საწარმოში და იქ განვიხილოთ უკვე დანადგართან დაკავშირებული დეტალები. დღეს ეხლა შეგვიძლია წავიდე. რა თქმა უნდა, თუ გწელია. წამო, რა თქმა უნდა. ამ საქმისთვის მაგ დღეს დღევანდელი დღე გამოყოფილი. რა მასალის განკეთდება ეს? დანადგარი იქ რაც ნახე, ის 3D პრინტერზე ამოვეჭრილი. ხო, ის პრინტერზე იყო ამოვეჭრილი მაკეტები და ზოგადად ვიყენებთ პოლიპროპილენს. ჩემი ალბათ ხვდები რომ აი ესეთი იქნება, ხო? ეს იქნება კი ბატონო, აი BioBox Premium 5. BioBox Premium 5. ნახე? სიმაღლეშიც. კი, კი. აქამდე მიწა ეყრება მაგამდე და მიწის მაღლა ეგ დარჩება. აი ეს მთლიანად თუ აი ეს სადღაც? შეგვიძლია აი აქამდე სადღაც გავაკეთოთ ოდნავ, მაგრამ ეს აუცილებლად გამოიწვია. ბიჭო, რამხელა ყოფილა, მძიმეა ნეტა. აქ უნდა დადგეს насოსი, როგორც ხვდები. აქ უნდა დადგეს ჰაერის კომპრესორი, ამას შეუერთდება და ტვინი გაანაწილებს უკვე რა შემცველობით გაანაწილოს უკვე ეს ნაწილს უშვებს აქეთ. კი, ნაწილს დაბლა. აი ის არის აერატორი.
ბუშტუკები. ბიჭო, ისეთი აქ რა უნდა გაფუჭდეს? ვერც ვერაფერი ვერ გაფუჭდება. სწორად შევით დიდ გარანტიას რო იძლევი. ვერაფერი ვერ ამ გაფუჭდება. მოტორის გარდა აქ რა უნდა გაფუჭდეს, რომ არ არსებობს. მით უმეტეს რო ვერ გაკეთდეს. ეგეთ შემთხვევაში არც გქონია სხვათა ვინმე თუ არ ჩაძურა შეგნინდა ჩაქუჩა არ ჩავარტყა ვერ გაფუჭდება ვერანაირად. ძალიან მაგარია. ნახე, ეს სტეპსელები მოტორი რო შეერთეს და მეორისთვის არის. კომპრესორი რო შევაერთოთ რეალურად მეორე შესაძლებელია ამის კომპრესორი. ხო. ამის კომპრესორი არ მოყვება. არა რეალურად კომპრესორს რასაც ვაყენებ ჰაერის კომპრესორი ეგ ითავსებს ხოლმე ტუმბოს ფუნქციასაც. всё, და შესაბამისად ანუ ეს უნდა გადავაერთო მაშინ. ხო ზუსტად. კი ბატონო. всё, სამ წელში ერთხელ. 20 მუდმივ მაცხოვრებელზე. დიახ. ესეც პრემიუმი. ეს არის პრემიუმ ხარისხის დანადგარი. ნახე რა მხევა. პრემიუმია 50. ეს პრემიუმ 50. ეს ანუ სასტუმროს დაუყენებ და ეს სასტუმროს, კი ბატონო. სასტუმრო იქნება ან რესტორანი. 50. 50 მუდმივ მაცხოვრებელი კორპუსია. კი, კორპუსზე ჩაულებრივად იმუშავებს რა. რა ქონიათ აი ქვევრში როა. აწყო და შიგნი გაიჭედა ხელოსა. ალბათ იქნება ეგეთი ბიოკომცმენ დანადგარში გაიჭედა. და აქ მჭობდნენ რომ ნახევარი გამოვიდა და თავისივე წემოთი შევაწებო. აი ნახე. ეს არის სტანდარტ 6. სტანდარტ ვერსიის დანადგარი, კი. 6 ადამიანზეა გათვლილი 1200 ლიტრი წყლის გადამუშავება. ხო, ეს ნახე რა მციგზია. კი, ეს დიდია, 4 სახურავიანია. ეს უფრო დიდია ვიდრე ჩემი. ხო, მაგრამ აქ გადამუშავება სხვანაირად ხდება საერთოდ. ზიარი ჭურჭლის. ეს რა არის? ეს არის აი ეკო. ეს უკვე ეკოა, კი ბატონო. აქაც განსხვავებულად ხდება გადამუშავება. რეალურად დანაყოფები უფრო ნაკლები აქვს ვიდრე სტანდარტ ვერსიას. ამიტომ სტანდარტს უფრო მეტი ფილტრაცია აქვს, საბოლოოდ რაც გამოდის წყალი. ამას შედარებით ნაკლები ეკო ვერსიას. მაგრამ სამივე დანადგარი, როგორც ეკო, სტანდარტი და პრემიუმ ვერსიის დანადგარი, იდეალურად მუშაობს. ამათი გამოშვებული წყალი შეგიძლია გაუშვა ნიადაგში? ნიადაგში შეგვიძლია რომ გავუშვათ. მაგრამ დინარი არხი ხეობა ეკოდან ვერ გადაუშვათ. 70%-იანი და ფილტრაცია. აქედან გადაუშვათ. სტანდარტ ვერსიიდან გადაუშვათ. ამას უკვე 98%-იანი. მას სუნი და რაღაცა არც ამათ არა. არ არსებობს. ჩემთან ესენი მაინც არ ჩადგებოდა ისე უნდა იქ გაუშვათ. პრემიუმი დავჭირდა. ეხლა ნახე იქ ველაპარაკე ერთი კარგი ბიჭი გავიცანი ხელოსანი. გააკეთებს ჩემთვის სპეციალურად შექმნიდან. სპეციალურ ვერსიას. დააწეს დათო და ის წამომიღეთ. არა პრობლემა. შევთანხმდი. მაშინ უკვე შევხვდებით აზომაზე, ხო? ტექნიკურ სპეციალისტს გამოგზავნით თქვენთან აუცილებლად. აჰა, კარგი. არ არის პრობლემა. კარგი. გაველოდები. შენ სამოდი გაჩვენებ და გათვალიერებიებ მერე. კი, არ იქნება პრობლემა. კარგი, გაიხარე. დიდი მადლობა. იქით.